არის თუ არა რესურსი დღეს ფასების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში რეალური გაიაფების და ბაირახტარს გითხოთ ახლა ეს მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმებით. რამდენად სწორი გზით მიდის ეგრეთ წოდებული მილიონერების კომისია. დღესაც ვნახეთ მორიგი შოუ. ვერ ვიტყოდი რომ საერთოდ გზით მიდის, იმიტომ რომ ამ მიმართულებით გზა არ არსებობს. ღია ბაზრის ეკონომიკაში ფასები მსგავსად არ რეგულირდება. და არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი, სადაც ვინმეს მსგავსი მეთოდებით, სხვათა შორის მსგავსი მეთოდებით ცდილობები ყოფილა ფასების რეგულაციის, მაგრამ მახსოვს მაგალითად. ბელარუსიც იყო სხვადასხვა, აქვე მადუროს მაგალითად უგონდი. თითქოს ავტორიტარებს სურთ, რომ ასე ერთი ხელის დაბაკუნებით დაწიონ ფასები. და შედეგი რა არის ასეთ ქვეყნებში? უმძიმესი შედეგია ხოლმე, მაგალითად ახლა იგივე მადუროს შემთხვევაში ჩვენ გვქონდა რომ ისეთი დეფიციტი შეიქმნა პროდუქციაზე, რომ რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პროვინციებში საკმაოდ მნიშვნელოვანი შიმშილი იყო და ასე შემდეგ. ისეთი დეფიციტი შეიქმნა. ბელარუსის მაგალითის შემთხვევაში იქ დროულად მიხვდნენ და მალევე გაეშვნენ ამ თემას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი შედეგი ამას არ მოყოლია და ვერც მოყვებოდა. ეხლა ალბათ გაჩნდება კითხვა, მაშინ რატომ შეიქმნა ეს კომისია? რა არის მიზანი? კი ბატონო. არა ფასების დაწევა, არამედ რაღაც სხვა აშკარა. ხო, ჩემი გადმოსახედიდან და ეხლა ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ იცის რომ ამ ასე ვთქვათ კომისიას ფასადური სახე აქვს და აქვე ძალიან მოკლედ გეტყვით იმას რატომ აქვს ფასადური ამ ყველაფერს და მე რომ ვამბობდი ამას რომ ფასადური სახე აქვს ეს ყველაფერი ეხლა უკვე თავად ოცნების მთავრობამაც აღიარა და მოკლედ გეტყვით თუ როგორ აღიარა ეს ყველაფერი. პირველი ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ამ კომისიის მუშაობას, როდესაც დაიწყეს მათ, ისინი აცხადებდნენ რომ ძალიან მალე ფასებს შეამცირებდნენ. კი ბატონო. როდესაც მუშაობის პარალელურად ფასების სურსათზე საშუალოდ 8%-ით გაიზარდა, ეხლა უკვე აი ამ ფასების დაწევიდან გადავიდნენ, არა, ჩვენო ფასები კი არ უნდა დაგვეწიაო ამ მიმართულებით. რეკომენდაციები უნდა მოგემზადებინაო. ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება ამ კუთხით რომ ეს კიდევ ფასადურია და დამტკიცება და დასტური ამისი. გახლავთ კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ნავთობპროდუქტებზე და საწვავზეო ფასები გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარეა გაზრდილიო და მეორე დღეს დაიბარეს ნავთობიმპორტიორები თუ გლობალური ფაქტორებიდან არის რატო აწვალებ ამ ადამიანებს და აი მესამე ფაქტორი ამ ყველაფრის აღიარების იყო ის ისტერია და სიგიჟე, რაც აი ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა მედია საშუალებამ გააკეთა ევროპული ფასები და ქართული ფასები რომ შეადარა ერთმანეთს. ჯერ ერთი შევთანხმდეთ იმაზე რომ ფასები მსგავსად არ ითვლება, ბევრი კომპონენტია და გასათვალისწინებელი და ესე პირდაპირ გადავიყვანოთ დოლარებში და შევადაროთ, ასე არ არის, მაგრამ ამასაც და ეს ყველაფერი არის რაღაც პირველი კურსის სტუდენტებად ძალიან კარგად იცის, მაგრამ ამასაც ერთი წუთით თავი რომ დავანებოთ, როდესაც ეს კომისია იქმნებოდა კობახიძის მიმართვაში, ვიდეო მიმართვაში იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე საქართველოში ფასები უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში. ეხლა დღეს პირიქით ამბობენ და იქნება ჯერ თვითონ შეჯერდნენ და მე ყოფილა ძვირი თუ იაფი, მაგრამ აქ არა მარტო ასე არ ითვლება ერთი კომპონენტით ფასი, არამედ ყველაზე მარტივი ალბათ საქართველოს მოქალაქისთვის გასაგებია, რამდენად მწყიდველუნარიანია რიგითი ევროპელი საქართველოს მოქალაქესთან შედარებით, რა არის მისი შემოსავალი, რა ვალუტაში და რამდენი ყოველთვიურად და რა არის საქართველოს მოქალაქის შემოსავალი. აი ამ რიცხვებსაც თუ დაადარებენ ძალიან მარტივია სხვაობა, ხო? ამიტომ ფასადია, ეს არ შეიძლება არ ცოდნო და წინასწარ, მაგრამ ამაზე რაღაცა ამ თემაზე პროპაგანდირება, ამ თემაზე არ ვიცი, აი მოჭიდება რომ აი ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე, ჩვენ აი რაღაცა პროპაგანდისტულ მიზანს ხო, ჩემი აზრით ამ კომისიას აქვს ორადორი მიზანი. პირველი მიზანი გახლავთ ის რომ ის ლეგიტიმური უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ფასების, პროდუქტების განსაკუთრებით მაღალ ფასებთან დაკავშირებით, გადამისამართებულ იქნას მთავრობიდან კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებზე და აი ბიზნესის ბრალია რომ მაღალი ფასებია და მთავრობა არაფერ შუაში არ არის და მეორე მიმართულება რაღაცა აი საქმიანი იმიჯის შექმნა, რომ აი ჩვენთვის ეს ყველაფერი სულ ერთი კი არ არის, აი მუშაობთ. აი ჩემი გადმოსახედიდან აი ამ ორ მიზანს ატარებდა ეს კომისია. სატყუის ახლა ეს თქვათ არის თუ არა პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მართველი მენეჯმენტში ვინც არის გაძლიერებული, იმის პასუხისმგებლობა რა არის ძვირი და რა იაფი ქვეყანაში და შეიძლება თუ არა ხელის გაშვერით ეს დაბრალდეს ვინმეს სხვას. კი ბატონო, ნახეთ, ზოგადად, როდესაც არის
მონეტარული და ფისკალური ხელისუფლება ამ ასეთ დროს და ორივე აქტიურად გარკვეულწილად რაღაცა ყოველ შემთხვევაში როგორც თვითონ ამბობენ მუშაობენ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწილდება მათზე. ახლა კონსტიტუციურად ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი. მაგრამ ეროვნულ ბანკს არამც თუ კომისიაში არ არის არც ეკითხებიან რომ მაგალითად რატომ გაიზარდა ფასები განსაკუთრებით სურსათზე და რატომ გვაქვს ამ მიმართულებით ორნიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ორნიშნა მატება, ეხლა გვაქვს სადღაც 8%-მდე წინათვის მონაცემებს თუ შევხედავთ, არავინ არ ეკითხება ეროვნულ ბანკს მაგალითად რატომ დაიბეჭდა გასულ წელს 7 მილიარდის ლარი, რატომ გაუშვით ამდენი ლარი მიმოქცევაში, რომელიც წნეხია ეროვნული ვალუტისთვის და ფასებისთვის, უდიდესი წნეხია. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ მიმართულებით ეხლა თუ ვინმეს მართლა უნდა რომ ფასები არ გაიზარდოს როგორც მინიმუმ, ხო, არ უნდა აკეთოს მთავრობამ მაგალითად ისეთი სიგიჟეები, როგორიც აი სულ ცოტა ხნის წინ იყო ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, როდესაც პრაქტიკულად აკრძალეს ავტომობილები და აღმოაჩინეს თურმე ის რაღაცა 6 წელზე უფრო ხანძასმული ავტომობილი ეკოლოგიისთვის არის უდიდესი საფრთხის შემცველი. ახლა ადამიანი ეს როგორ აზრირებს პროდუქციას? მოგახსენებთ ახლა ადამიანი რომელიც მაგალითად სხვადასხვა საქმიანობაშია ჩართული, მაგალითად ამ სურსათის მიმართულებით დისტრიბუცია იქნება, მიწოდება იქნება თუ ასე შემდეგ, ხო? ის როდესაც ავტომობილით გადაადგილებს, ხოლმე შორის მცირე მეწარმეებს მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ყავთ ეს დიდი ავტომობილი. კი ბატონო, როდესაც მას შეეძლო გარკვეული ლავირება მოეხდინა ამ მიმართულებით და მისი ბიზნესისთვის ასატანის ავტომობილი და ასე ვთქვათ, მისი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ავტომობილი შეეძინა, დღეს ის შეზღუდულია და იძულებულია, რომ მან შეიძინოს ისეთი პარამეტრების ავტომობილი, რომელიც აი ამ გიჟური კანონით დაარეგულირეს. როგორ გონიათ ახლა ეს ადამიანი, ეს ბიზნესის წარმომადგენელი ამ თავის ხარჯს სადასახავს, ფასებში არ ასახავს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებში და კიდევ უფრო გააზვირებს ფასებს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან ამ მიმართულებით, სულ ახლახანს მაგალითად 1 ივნისიდან უნდა შევიდეს ძალაში პლასმასის შეფუთვების აკრძალვა მზა კერძების მიმართულებით, რომელიც მინდა გითხრათ რომ მცირე კომპანიებს ამის რესურსი საერთოდ არ ექნებათ, რომ მაგალითად ალუმინის შეფუთვებზე გადავიდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც ამას მოახერხებს და გადავა, რა თქმა უნდა ეს ფასზე აისახება საკმაოდ მნიშვნელოვნად. ხო და შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, ანუ თუ ვინმეს მართლა უნდა რომ მაგალითად ფასები არ გაიზარდოს, ან ფასების შემცირება ან ასე შემდეგ, არის ამ მიმართულებით გამოსავალი როგორც მონეტარული ხელისუფლების კუთხით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების კუთხით. აი ასეთი სიგიჟები არ უნდა აკეთოს ხელისუფლებამ და ეს მართლაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ მაგალითად არ გაძვირდეს ფასები. კი ბატონო. მოდით ახლა შევხედოთ უფრო ფართოდ ამ სურათს. ქვეყანაში, სადაც ინვესტიცია არ შემოდის, ქვეყანაში, სადაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს რეჟიმს, უფრო მეტიც ყველა მმართველ რგოლში პასუხისმგებელი პირი არის ან დასანქცირებული, ან სანქცირების მოლოდინში, სასამართლო თვითონ მოსამართლეები გახლავთ სანქცირებული, ნდობა სასამართლოს მიმართ არ არსებობს, ინვესტიცია შესაბამისად არ შემოდის ამ ქვეყანაში. ასეთ პირობებში რა პერსპექტივა აქვს ამ ქვეყანას ფასების მატების თვალსაზრისით? პირდაპირ აი ეკონომიკის ზრდის, ხშირად გვესაუბრებიან რომ ეკონომიკა იზრდება საქართველოში, ხო? მაგრამ ეს მოქალაქე რომ უყურებს თავის ცხოვრებას არ აისახება ამ მოქალაქეზე. ბევრი ანალიტიკოსი ამას ძალიან მარტივად განმარტავს, რატომ? მინდა ეს კითხოთ. კი ბატონო, აი დღეს გამოქვეყნდა ხოლმე ეკონომიკური ტენდენციები, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, ღარიბები ვართ. ეხლა რამ განაპირობა ეს ეკონომიკური ზრდა სექტორულად რო ჩავშალოთ. ეს იყო დამამუშავებელი მრეწველობა და თუ ჩავხედავთ დამამუშავებელ მრეწველობას, ეს არის ნავთობპროდუქტების გადამუშავება, ანუ ყულევის ნავთობგადამუშავებელი ქარხანა, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა, ხო და აქამდე არ მოქმედებდა. ანუ მნიშვნელოვან წილად ამან გარკვეული როლი შეასრულა. მეორე მიმართულება არის ამ კუთხით IT მიმართულება, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკულად დამატებით ღირებულებას ვერ ქმნის და ავტომობილი ერთ-ერთი არის ავტომობილების მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია სწორედაც იმ რეგულაციებთან, რომლებიც ადამიანებმა, ასე ვთქვათ, მოასწრეს ამ რეგულაციის ძალაში შესვლიდან გარკვეული ტრანზაქციების განხორციელება და რაც გამოჩნდა სტატისტიკაში. აი ეს არის ის მოცემულობა, რაც ჩვენ
ჩვენს ეკონომიკას ქმნის და ანუ მივდივართ საბოლოოდ იმ პრობლემასთან, რომ ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა და ნებისმიერი აი ესეთი პატარა ცვლილებაც კი რაღაცა რიცხვებში გვაძლევს ასე ვთქვათ ხელშესახებ გამოსაჩენ შედეგს. აი ეს არის პრობლემა. რაც შეეხება ინვესტიციებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ანუ ზოგადად ინვესტორისთვის, ბიზნესმენისთვის მთავარი არის რომ მისი საკუთრება იყოს დაცული. როდესაც ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებით სუბუქად ვიტყვი, არის ბევრი კითხვის ნიშანი სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ინვესტორისთვის მიმზიდველი, როგორც მინიმუმ მიმზიდველი გარემო არ არის და ეს ოფიციალურ მონაცემებში ჩანს. ჩვენ თუ შევხედავთ ახლა ერთ-ერთი ესპანური კომპანიის გარდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა წყლის მიმართულებით საქართველოში, პრაქტიკულად ბოლო 10-15 წელია ქვეყანაში რეალურად ინვესტიცია არ შემოსულა. ჩვენ რაც გვაქვს, ეს გვაქვს რეინვესტირება, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებული კომპანიები თავიანთ მოგებას აბრუნებენ უკან ისევ ბიზნესში და არ ნაწილდება და არ გააქვთ. რაც თავის მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ახალი ინვესტიციის შემოსვლა საერთოდ სხვა დატვირთვის მატარებელია, იმდენად რამდენადაც ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მიმართულებით. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ეს არის ახალი კომპანიები და ეს არის მეტი დასაქმებული, მაღალ ტექნოლოგიურ მიმართულებით დასაქმებული ადამიანი. აქედან გამომდინარე, ახლა მხოლოდ იმით დაკმაყოფილება, რომ აი რეინვესტირება იზრდება, კი კარგია, რეინვესტირება თუ იზრდება, მაგრამ თუ ქვეყანაში არ შემოდის ახალი ინვესტიციები, ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დაპაუზებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნეგატიური სიგნალია. კი ბატონო, მოკლედ ასე შორს ვერ გავფრინდებით ერთი რამ წყატია.